ევროპელი ლიდერების შეხვედრა სენსაციის გარეშე დასრულდა. დასკვნით დოკუმენტში აქამდე გაჟღერებული გზავნილები გაიწერა. ევროპა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას. თანხმდება თავდაცვის პროაქტიულ გაძლიერებაზე და ამხრივ ფინანსური მექანიზმების შექმნაზე. მეტი მოქნილობისთვის. ევროპაში ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელიდან მეტ სიახლეს გაიგებდა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა. ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს ამის ახსნა აქვს. ევრონიუსთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ევროკავშირი უკვე არის ისტორიული გარდაქმნის პროცესში. I don't agree there was no outcome. არ ვეთანხმები, რომ შეხვედრას შედეგი არ ჰქონია. ეს არის ევროკავშირისთვის გადაწყვეტილების მიღების ჩვეული გზა. რა თქმა უნდა, ის შედარებით ნელია, თუმცა დრო წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევას ხმარდება. ყოველთვის ორიგინალურები ვერ იქნებიან, თუმცა საბოლოოდ ისინი ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან საკითხებს. ძალისხმევას ევროპული თავდაცვის გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერასაც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გადაწყვეტა შეჯიბრებითობის საკითხზეც, ეგრეთ წოდებული შენახვასა და ინვესტირების ხაზით. დიახ, ასეა. ევროკავშირი კრიზისებში უკეთ მუშაობს. აქ ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა. როდესაც არსებობს გადაუდებლობის განცდა, ერთგვარი დრამა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლის მიღებაც მანამდე შესაძლებელი არ იყო. ჩვენ ეს ვნახეთ ფინანსური კრიზისის დროს, პანდემიის დროს და ამას ვხედავთ ახლა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში. რა მოხდა გერმანიაში? ეს უპრეცედენტო ისტორიული რამაა. მათ შეცვალეს კონსტიტუცია, რომელიც საშუალებას აძლევთ მასიურად გააძლიერონ თავდაცვა. რამდენიმე წლის წინ ამის წარმოდგენაც კი რთული იყო. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება წარმოუდგენელი იყო, თუმცა ისტორიული ტრანსფორმაციისას ევროპული კავშირი მოქმედებს. ასეთია ევროკავშირი. ფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირს ამ ყველაფერზე ძლიერი რეაქცია აქვს. ამასთან ვფიქრობ, ეკონომიკურ და ფინანსურ სიბრტყეში შეჯიბრებითობის ნაწილში ვაგებთ და ამხრივ გადაუდებლობის განცდა მართლაც გასაძლიერებელია. თუმცა საბოლოოდ მიმართულება პოზიტიურია. შეჯიბრებითობაში ევროპელები მძიმე წონიანი მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევის უნარს გულისხმობენ. ეს იმისთვის, რომ ევროპულ გაერთიანებას გლობალურ სცენაზე საპატიო ადგილი ეკავოს. როგორც არა მხოლოდ ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკას, არამედ სამხედრო ძალასაც. მართალია, ახალი ბრენდირება ევროპელების ნაწილს არ მოსწონს, თუმცა იმასაც იაზრებენ, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობა ახალი აქტივების მიღების აუცილებლობას ქმნის. საბოლოო დოკუმენტში ამ თავში გაიწერა, რომ თავდაცვაში ინვესტირება ქვეყნებს ამ ამოცანასთან დაახლოვებთ. 2025 წელი ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რათა თავდაცვის ინდუსტრიისთვის ერთიანი ბაზარი შეიქმნას. დოკუმენტის ამ ნაწილის მიმართ წინააღმდეგობა არც ერთ წევრს არ ჰქონია. განსხვავებული აზრი მხოლოდ უკრაინის შეიარაღების თავს მოჰყვა. ანტაგონისტი კვლავაც უნგრეთია. რა ბერკეტი აქვს უმრავლესობას უმცირესობის წინააღმდეგ. That's natural. We are a democratic community of nations. უნებრივია, ჩვენ დემოკრატიული ერების გაერთიანება ვართ და ვერავის დავაძალებთ. რაიმეს ნების საწინააღმდეგოდ. თანხმობა შედგა 26 ქვეყანას შორის. შეგიძლიათ მსოფლიოში მაჩვენოთ 26 ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს ამდერამეში ეთანხმება, როგორც ევროკავშირში. როდესაც კომისიაში ვიყავი ჯერ კიდევ 2014 წელს, უნგრეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მივიღეთ სანქციების 16 პაკეტი. ასე მუშაობს ევროკავშირი. ჩვენ ვერ ვაიძულებთ რომელიმე ქვეყანას შეიცვალოს აზრი. ამასთან სრული შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ერთი ან ორი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო მათ არ შეუძლიათ მოქმედება. სხვათა შორის ხელშეკრულებებში ეს პირობები გაწერილია, რაც ევროკავშირს რთავს ნებას იმოქმედოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნების უმრავლესობა კონკრეტულ საკითხს არ იზიარებს. ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები ბრიუსელს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილად აქცევს და თუ მაგიდასთან ევროკავშირის ყოლა ვინმეს ინტერესშია, ეს რუსეთი უნდა იყოს, რადგან სანქციების მოხსნის გარეშე რუსეთი პროცესს არ განიხილავს. Sooner or later the European Union will come. ადრე თუ გვიან ევროკავშირი პროცესის მონაწილე გახდება, რადგან ვერ იქნება მშვიდობა ევროკავშირის გარეშე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინას ჭირდება ევროკავშირი. ბატონმა პუტინმაც თქვა, რომ ვერ იქნება მშვიდობა სანქციების შემსუბუქების გარეშე. ეს სანქციები კი სწორედ რომ ევროკავშირის დაწესებულია. რუსები პირველები არიან, ვის ინტერესშიც შედის ევროპის ჩართულობა.
მათ აქვთ ვაჭრობის თავისებური მეთოდი. სამწუხაროდ 24 საათში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი არ იყო, როგორც ამას წინასწარ ვარაუდობდნენ. ამის შემდეგ საუბრობდნენ ერთ თვეზე. ფიქრობ, ხალხს კარგად ესმის, რომ ეს გაცილებით კომპლექსური საკითხია. დიდ ძალებს შეუძლიათ დააწესონ ომი. თუმცა მათ არ შეუძლიათ დააწესონ მშვიდობა. ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ ძალებს შეუძლიათ ქვეყანაში შეიჭრან, რაც ბევრჯერ მომხდარა და ახლაც უკრაინაშიც ხდება. მშვიდობის მიღწევა კი გაცილებით რთულია. ამას სჭირდება კონფლიქტის საწყის ფაქტორებზე პასუხი და არა მხოლოდ მისი ფასადური მოგვარება. რა თქმა უნდა, უკრაინაში უნდა გქონდეს მშვიდობა და მჯერა რომ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ერთია ცეცხლის შეწყვეტა, მეორეა მშვიდობა. უკრაინა უნდა იყოს ამის ნაწილი, ისევე როგორც ევროპა. Another thing is peace. We need Ukraine to be part of it, of course, and we need Europe. ევროპული ქვეყნები აქტიურად იწყებენ მუშაობას გადაიარაღების გეგმაზე, ინდივიდუალურადაც და ბლოკის ფარგლებშიც. უარესი სცენარისთვის მზადება ევროპელებს რუსულმა აგრესიამ და ამერიკულმა განწყობებმა უბიძგა. ბრიუსელში გამოსავლად თავდაცვის ავტონომიურობა და ძლიერი ეკონომიკა მიაჩნიათ.